თუ შეიცვლები, შენთვისაც ყველაფერი შეიცვლება. იმის შეცვლა არ მოგიწევს, რაც გარეთაა, არამედ მხოლოდ შენი თავის. თუ მეტი გინდა, უბრალოდ მეტი უნდა გახდე. ის არ თქვა ნეტავ უფრო მარტივი ყოფილიყო, ის თქვი რომ ნეტავ უკეთესი ყოფილიყავი. ნაკლები პრობლემების მაგირად მეტი უნარები მოითხოვე. საკუთარ თავზე იმუშავე და ეს ცვლილებები განახორციელე. ასე შენთვის ყველაფერი შეიცვლება. ახლა პირად განვითარებაზე ვისაუბროთ. გასაოცარი თავგადასავალი, რომელიც პირადად მე 25 წლის ასაკში დავიწყე, რაც იმის შემდეგ არასდროს შემიწყვეტია. 90-იანებშიც ვაგრძელებ და უკეთესი მინდა გავხდე. ჩემი ხელობა, ბიზნეს ოპერაცია მინდა რომ გაუმჯობესდეს. ჩემი საქმიანობა გაუმჯობესდეს. რადგან იმის შემდეგ, რაც ამ ფორმულას მიხვდები, ძალიან მარტივად გაარკვევ, რაში იმალება პრობლემა თუ იმუშავებ ამაზე. ახლა პირად განვითარებაზე ვისაუბროთ. იმისთვის, რომ ბავშვებს ეს მარტივად მივახედრო, საუბარს ფულზე ვიწყებ. მართალია, ფული ყოველთვის დასაწყისი არ არის და არც ერთადერთი ღირებულება არაა, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყო. ამიტომაც, ბავშვებისთვის ესაა ყველაზე გასაგები. ბევრი რაღაც უფრო ძნელია გასაზომად, მაგრამ ეკონომიკა მარტივია, რადგან დათვლა შეგიძლია. თქვათ ვიღაც გეტყვის როგორ ხარ, შენ უპასუხებ არ ვიცი, მოდი დავითვალოთ. მაგრამ მხოლოდ ეს არ ითვლება. ამას კარგად ხვდები, კიდევ ბევრი რაღაცა არის დათვლა შეიძლება. მაგრამ თუ გინდა ნახო შენს ლოგიკაში პრობლემაა თუ არა, ანდაც ცხოვრებაში დისციპლინის ნაკლებობა, მაშინ შეგვიძლია რომ ფულიდან დავიწყოთ, რადგან მისი დათვლა ძალიან მარტივია. ამიტომაც მოდი აქედან დავიწყოთ. დავნახოთ შემთხვევით ხომ არ ავღურიეთ. კარგი. აი ბავშვებს როგორ ვუხსნი. ჩვენ იმისთვის გვიხდიან რომ საზოგადოებას ღირებულება შევძინოთ. გასაღები, რომ ეკონომიკა კარგად გაიგო, არის ის, რომ ჩვენი ღირებულებისთვის გვიხდიან. შეგვიძლია ასევე მარკეტს რეალობა დავარქვათ. რეალობა, მარკეტი. ახლა, დრო მიაქვს. დრო მიაქვს იმას, რომ მარკეტს ღირებულება შეძინო, მაგრამ დროისთვის არ გვიხდიან. ამის გაგება ბავშვებისთვისაც და ზრდასრულებისთვისაც მნიშვნელოვანია. დროისთვის არ გიხდიან. შეცდომაა, როცა კაცი ამბობს, რომ საათში $20 გამოიმუშავებს. ეს ტყუილია. ეს რომ მართალი ყოფილიყო, შეგეძლო სახლში დარჩენილიყავი და ფული გამოგემუშავა. საქმე იმაშია, რომ საათისთვის არ გიხდიან. იმისთვის გიხდიან, რა ღირებულებასაც ჩადებ ამ დროში. ამიტომაც არა დროისთვის, არამედ ღირებულებისთვის გვიხდიან. და რადგან ეს მართალია, აი ჩვენი შეკითხვებიც. შესაძლებელია თუ არა, რომ ორმაგად ღირებული გახდე და ორმაგი ფული გააკეთო იგივე დროში. შესაძლებელია თუ არა, რომ სამაგად ღირებული გახდა იმაზე, ვიდრე ახლა ხარ და იგივე დროში სამაგად მეტი ფული გააკეთო. ეს შესაძლებელია? რა თქმა უნდა, თუ გინდა რომ ყველაფერი ასე დააფორმულირო. რა თქმა უნდა. როგორ არა? კარგი. ახლა იმისთვის, რომ უფრო მეტი ფული გამოიმუშავო, უბრალოდ საჭიროა რომ უფრო მეტად ღირებული გახდე. ამერიკა განსაკუთრებულია. ეს უბრალო კიბეა. საიდან იწყება დაახლოებით საათში $4-დან? გასულ წელს კონგრესში ძალიან დიდი არგუმენტები იყო. ამ დასაწყისი ადგილიდან. იმაზე რომ 5 უნდა ყოფილიყო. არა, საჭირო არ არის რომ 5 იყოს. 4-დან რატომ არ დავიწყოთ? ეს ხომ კიბეა. ეს საწოლი ხომ არ არის. ეს კიბეა, რომელზეც უნდა ახვიდე. $4-დან დავიწყოთ. ზოგი ამბობს რომ 5 უნდა იყოს. ნუ შეიძლება. თუ მთელი ცხოვრება დაბლა დარჩები, მაშინ ასეც უნდა იყოს. მაგრამ ეს ხომ საწოდავი ცხოვრებაა. დაიწყო და არ გაიზარდო. დაიწყო და არ შეიცვალო. დაიწყო და უფრო ღირებული არ გახდე. კი, მაგრამ ცხოვრების მთელი აზრი ხომ ის არის, რომ დაიწყო არაფრიდან და დრო და დრო უფრო ღირებული გახდე. ამიტომაც ამერიკა კიბეა. საათში $4-დან იწყებ და რაც უფრო ღირებული ხდები, კიბეებზე უფრო მაღლადი ხარ. გასულ წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი რა იყო? 52 მილიონი დისნეის პრეზიდენტისთვის. როცა კომპანია ვიღაცას უხდის, 1 წლის სამუშაოში 52 მილიონს, მაშინ პასუხია რომ რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი რა თქმა უნდა შემთხვევაა. რა თქმა უნდა.
თუ კომპანიას 1 მილიარდს გამოვამუშავებინებ, გადაგიხდიან თუ არა 52 მილიონს? პასუხი არის, რომ რა თქმა უნდა, შემოსავალთან შედარებით ეს ხომ ნამცეცებია. და რატომ ამდენი ფული? რადგან ის ძალიან ღირებული გახდა. და ვიღაცას საათში $4 რატომ უნდა გადავუხადოთ? ისინი მარკეტისთვის დიდად ღირებულები არ არიან. და მარკეტზე ეს განსხვავება უნდა გამოვყოთ. რა თქმა უნდა შეიძლება რომ ოჯახისთვის, ღმერთისთვის, საზოგადოებისთვის, ეკლესიისთვის შესაძლოა ღირებული იყო. როგორ არა, ეს შეიძლება, მაგრამ მარკეტისთვის რასაც რა ეწოდება? რეალობა. რეალობა ის არის, რომ თუ დიდად ღირებული არ ხარ, მაშინ ბევრ ფულსაც ვერ გამოიმუშავებ. და ამას ეწოდება ფაქტები. აი საქმე რაშია. მაშინ უფრო მეტი ფული როგორ მიიღო? მარტივი კითხვაა, ხომ? ვიღაც იტყვის, რომ მეც მოითხოვს. ნუ? აი ძირითადი პრობლემა რა არის? ახლავე გეტყვით. მოთხოვნისგან უბრალოდ ვერ გამდიდრდები. ვიღაც ამბობს, რომ ხელფასის გაზრდას ელოდება. მე კი გეუბნებით, რომ ნაბიჯის გადადგმა ბევრად მარტივია. ვიდრე ხელფასის გაზრდისთვის ლოდინი. მოდი დაცდის მაგივრად უბრალოდ უფრო ღირებული გახდი. გეუბნებით, რომ ყველაფერი კარგისთვის ესაა გასაღები. უნდა გაახდეთ მეტად ღირებულები. მაგალითად, ვიღაცას საათში $400 რატომ უნდა გადავუხადოთ? ისინი უფრო მეტად ღირებულები გახდნენ მარკეტისთვის. ხედავთ როგორ მუშაობს. გეუბნებით, ეს ძალიან მარტივი რამაა. ეს ამერიკაა. ეს კიბეა. რამხელა გზა 4-დან 5-მდე, მე გეტყვით რომ დიდი არა, $4-დან $5 საათში. თუ მაკდონალდში მუშაობ და ნაგავი გაგაქვს $4 გადაგიხდიან, მაგრამ თუ ნაგვის გატანის დროს თან უშტვენ, $5 გადაგიხდიან. ეს ფაქტია. როგორც ჩანს, კარგი დამოკიდებულებისთვის ფულს დაგიმატებენ. კარგია მაკდონალდსი. კუდი სად არის? შესანიშნავია. ეს $5. და შემდეგ უფრო და უფრო ღირებული გახდები. 5 წლის წინ ზარი მივიღე. კომპანია მითხრა, რომ გაზრდისთვის მზად იყვნენ და დახმარება სჭირდებოდათ. მე ნახევრად პენსიაზე ვიყავი გასული. შემდეგ ეგზოტიკურ პლიაჟს ვეძებდი. მათ მითხრეს, რომ არა, ჩვენ შენთვის პროექტი გვაქვს. გაფართოებას ვიწყებთ, ამიტომ დახმარება გვჭირდება. და რამოდენიმე ხანში შენს გადასახადს მილიონებს დავამატებთ და ყველაფერი ღირებული გახდება. მე დავთანხმდი. შემდეგ დავფიქრდი, საინტერესო არაა, რადგან მე დამირეკეს. შემდეგ ვიფიქრე, რა თქმა უნდა, მე დამირეკავდნენ, სხვა ვინ? ხო, რადგან შემიძლია რომ საქმე შევასრულო. და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდა, რომ $1,000,000 ზარი მივიღე? მე გავხდი უფრო ღირებული. მე აიდაჰოდან ფერმერი ვარ. ბნელ დროში გავიზარდე. 1 წლიანი კოლეჯის შემდეგ მივხვდი, რომ კარგად განათლებული არ ვიყავი. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი. 25 წლის ასაკში კრედიტორები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ გადასახადი არ მაქვს გადახდილი. ჯიბეში კი $1 არ მაქვს. ბანკშიც ფული არ მაქვს. და 5 წლის წინ 1 მილიონის ღირებულების ზარი როგორ შემომივიდა? შევიცვალე. ჩემი ცხოვრება შემოვატრიალე. შესაძლებელია, რომ ღირებული გახდე. მილიონები. ეკონომიკურად რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ღირებულებაა, რომელიც შეიძლება რომ გახდე. საბოლოოდ მოდი პასუხი გავცეთ. შეიძლება რომ უფრო ღირებული გახდე. პასუხი არის რომ? რა თქმა უნდა. ახლა საიდუმლოს გეტყვით. პასუხი ის არის, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტად იმუშავო, ვიდრე ამას შენ სამუშაოზე აკეთებ. იმის შემდეგ რაც ეს გავიგე, ჩემი ცხოვრება შემობრუნდა. შენს თავზე უფრო მეტად იმუშავე, ვიდრე შენ სამუშაოზე. ამბობენ, რომ სამუშაოზე თუ უფრო მეც იმუშავებ, მეტ ფულს გამოიმუშავებ. მაგრამ თუ შენს თავზე უფრო მეც იმუშავებ, მაშინ გამდიდრდები. 25 წლის ასაკში რომ გაგეცანით, იტყოდით, რომ ჯიმ რონი ბეჯითია. ჩემი გაცნობის შემდეგ ამას იფიქრებდით. წინააღმდეგი არ ვარ, რომ უფრო მალე ავდგე. ან უფრო გვიან დავიძინო. ამიტომ იტყოდით, რომ ჯიმ რონი ბეჯითია. მაგრამ დაგაინტერესებდეთ, ჯიბეში და ბანკში ფული რატომ არ აქვს? თავის დაპირებებს რატომ არ ასრულებს? საქმე ის არის, რომ ბეჯითი ვიყავი, მაგრამ ჩემს სამუშაოს ვაკვდებოდი. და არა, საკუთარ თავს. გეუბნებით, რომ თუ ამ პატარა პრინციპს შეისწავლით და პროცესს ახლავე დაიწყებთ, არა უგვიანეს ხვალისა.
და პირადი განვითარების ამ პროცესს დაიწყებთ, თუ მარკეტისთვის თავს უფრო ღირებულს გახდით, გეუბნებით, შეგიძლიათ რომ თქვენი შემოსავალი დინამიკურად შეცვალოთ. და თანასწორობის პრინციპების თანახმად, ეკონომიკა ყველაზე დაბალი ღირებულება არის, ის გაზრდაც შეგიძლიათ. დაიწყეთ თქვენს თავზე უფრო ბეჯითად მუშაობა, ვიდრე თქვენს სამუშაოზე. უფრო მეტი იშრომეთ და უნარები გამოიმუშავეთ. უფრო მეტი იშრომეთ და მადლი გამოიმუშავეთ. ის გააკეთეთ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უფრო ღირებული გახდეთ. გეუბნებით, თქვენი მთელი ცხოვრება შეიცვლება. დაწინაურება პრობლემა არაა. უფრო ღირებული კომპანიისთვის. გეუბნებით, პრობლემა არაა. ფული პრობლემა არაა. ეკონომიკა პრობლემა არაა. მომავალი პრობლემა არაა. უბრალოდ სწორ რამეზე იმუშავე. გარეთ კი არ შეცვალო რაღაცეები. ზღვა არ შეცვალო. მიწაც არ შეცვალო. მზის ნათებას ნუ შეცვლი. წვიმას ნუ შეცვლი. სეზონების ცვალებადობა არ შეცვალო. და შენთვის ხელმისაწვდომას ასწავლებმა იმოქმედოს. და შენზე იმუშავე. შენს ფილოსოფიაზე, დამოკიდებულებაზე, ხასიათებზე, შენს ენაზე, კომუნიკაციის უნარზე. შენს ყველა უნარზე იმუშავე. და თუ ამ პირად უნარებზე იმუშავებ, გარწმუნებთ, ყველაფერი შეიცვლება.